მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ნება მიბოძეთ მთელ საქართველოს დიდი სიყვარულით მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. მიულოცოთ სოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. სიხარული და ბედნიერება თქვენს ოჯახებს. შეგეწიოთ აღდგომის მადლი. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად აღდგა. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად აღდგა. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად აღდგა. ილოცავთ ჩემო მეგობრებო, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. შეგვეწიოს აღდგომის მადლი. Sivudili
ჩემო მეგობრებო, აღდგომა მართლაც არის აი უწყინვალესი და ყველაზე დიდი დღესასწაული, ყველაზე უფრო საზეიმო დღეა და მართლაც კიდევ ერთხელ და კიდევ მრავალგზის მიულოცოთ სრულიად საქართველოს და ყველა ქართულ ოჯახს. სიკეთე იყოს ყველას ოჯახში და აი ამ აღლებულ და ამ მართლაც საზეიმო გაწყობას კიდევ რაღაცა ერთი განსხვავებული ემოციური შეფერილობა დაკრავს, იმიტომ რომ პირველი აღდგომაა ჩვენი პატრიარქის გარეშე. აი ამ ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში პირველი აღდგომა, როცა მის გარეშე ხვდებით და აი ამ გადასახედიდან რაღაცა სხვანაირად ჩანს უკვე მისი მასშტაბი, მისი განსაკუთრებულობა და მართლაც საოცარი ღვაწლი ერისა და ქვეყნის წინაშე, დედა ეკლესიის წინაშე და უამრავი რამის თქმა შეიძლება, უამრავი რამ ითქვა და კიდევ მრავალგზის ითქმება, ერთი რამ მინდა უბრალოდ ამ აღდგომა დღეს თქვა, რომ რა პირნათელი და რა ვალმოხტილი წავიდა დედა ეკლესიისა და სამშობლოს წინაშე პატრიარქი რა ჩაიბარა მართლაც ურთულეს მდგომარეობაში ყოფი აი კომუნისტურ პერიოდში ყველამ კარგად ვიცით რა რთულ დღეში იყო დედა ეკლესია და როდესაც წავიდა გაშლილი სამონასტრო მოღვაწეობა 2000-ზე მეტი მოქმედი ტაძარი ის 1.5 მილიონი ადამიანი რა ემოციით რა მხელა პატივისცემით იყო პატრიარქის მიმართ, როდესაც მართლაც თელმა საქართველოს გააცილა იგი უკანასკნელ გზაზე და მინდა სწორედ პატრიარქთან მიმართებაში ჩვენი სათქმელი თქვათ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ თითოეულ თქვენგანს გაქვთ მასთან მიმართებაში უამრავი რამ გასახსენებელი. ჩემო საბა, შემზანე შენ გენაცვალე. ჩვენი უწმინდესი პატრიარქის ერთ-ერთი გამონათქვამი მინდა გავიხსენო. მიუხედავად იმისა, რომ მოყოლილი მაქვს ერთხელ, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ განსაკუთრებით უფრო ვაკვირდებით ხოლმე მის გამონათქვამებს და მას აქვს ესეთი ნათქვამი, რომ ქართველმა კაცმა ქართული სიმღერა შექმნა მოყვასის მოსაფერებლად და მისი გულის გასახარად და უფლის სადიდებლად შექმნაო გალობა, რომელიც ესე ვერტიკალურად მიემართება ოზერცისკენ და ქმნისო ჯვარს. მართლაც მე მგონი არაჩვეულებრივი გამონათქვამია და ქართული ერის და ქართული კაცის შემოქმედების ძალიან კარგი გამოხატულებაა და ერთი პატარა ნიუანსიც მინდა გავიხსენო 20-21 წლის ბიჭი ვიქნები, სვეტიცხოველში ჩატარდა პატრიარქის ღვთისმსახურება, პატრიარქის ღვთისმსახურებას მასთან ერთად მსახურობა ეს საერთო მარილი და დიდი სიხარული იყო და მით უმეტეს 20 წლის ბიჭისთვის მოგეხსენებათ როგორია და დიდი გუნდი არ იყო და გთხოვეს გაშვეთის გუნდს 4 ბიჭი წავედით, ვიგალობით და შემდგომ უკვე ტრაპეზზე თავისთან გვიხმოდა ბიჭებო ზეშინა და მზეგარეთა იცითო თურმე ყველაზე მეტად უყვარდა ეს სიმღერა და მოდით ერთად ვიმღეროთო და მაშინ ვიმღერეთ ერთად ზეშინა და მზეგარეთა ეს იყო ჩვენთვის იქიდან დაიწყო ალბათ ჩემთვის ყველაფერი კარგი რაც შეიძლება და ერთმა ათელშიან ყოფოს მისი სული და შეგვეწირა გაიხარე შემწება ახლა შენ გააგზელე შემოძმო შემოგია რას თავი მახსოვს იმის მერე მახსოვს ჩვენი პატრიარქი ზუსტად მისი აღსაყდრების წელიწადში ვარ დავდებული 1977 წელს და მართლა შენ როგორც აღნიშნე რა ჩაიბარა და რა დაგვიტოვა შენ კარგად იცი და ჩემ მეგობრებსაც მოგეხსენებათ რომ ძველ თბილისში დავიბადე სადაც მხოლოდ ერთადერთი ტაძარი სიონის ტაძარი იყო რომელიც ფუნქციონირებდა მის ირგვლივ ძველ თბილისში თუ კი რამე ეკლესია ყველა დაკეტილი იყო და ნელ-ნელა აი რაღაც თავის სულის თაბერა ყველგან ადიდეს ღმერთი და კიდევ ერთხელ მადლობა მას ყველაფრისთვის რაც კი გააკეთა როგორც ერში ასევე ბერში და რაც მთავარია ქართული სიმღერისთვის და გალობისთვის გაწეული ღვაწლისთვის და იმ დიდი შრომისთვის თვითონ კიდევ ერთხელ მადლობა ყველაფრისთვის დიდი ბრძანა ხაზი მინდა გაუსვა როგორი ყურადღებიანი იყო და რო არ გამოიყარებოდა აბა კაცო როგორ იცლიდა მართლა ყველასთვის ანსამბლი დიდგორის ბიჭები წლების წინ იყო ეს ამბავი და შავ ჩოხებში ისეთი ლამაზი ხანჯლები იკეთია ბიჭებს და დაგლოცა შემომიტრიალდა ეს რა ლამაზი ხანჯლები იკეთია მეც მაქვს ესეთია და რაღაცა იქა სიტყვა და სიყვარული იგზენი
შემოცალე. შემოგია. იცი რომ ანსამბლ ალილოსაც აკავშირებდა ძალიან ახლო ურთიერთობა ჩვენს პატრიარქთან. ნამდვილად ამაყები ვართ ჩვენ ჯგუფი ალილო. შესრულდა ქალბატონ მარიკა კვალიაშვილის საშობაო ალილო დარეჯანის სასახლეზე იყო გადაღებები და გამოვიდა ისეთი ძალიან საგალობელივით ნაწარმოები ქალბატონ მარიკას შექმნილი და ეს რომ მოისმინა პატრიარქმა დაგვიბარა ჩვენ მაშინ ზარები გვერქვა ჩვენ ალილო არ გვერქვა და ვითხრა რომ მოდითო დაირქვით სახელი ალილო და იმის მერე დაგვერქვა და აი ეს იმხელა სიამაყის გრძნობა და იმის მერე მისი მადლი ფარველობს ჩვენ ჯგუფს და აი ეს უწარმატებით მოვდივართ დღემდე რა და მადლობა წარმატებით გადავწყვიტეთ. ჯანო, ჯანი შენ გინახავდა. მე მქონდა ესეთი ბედნიერება ბატონი რეზო ჩხეიძე და პატრიარქის ურთიერთობა თავისთავად ბევრ საზოგადოებამ იცის როგორც ყველასთან მას აღავღნიშნეთ ყველასთან უშუალო და ურთიერთობა ქონდა და ეს საოცარი რამეა საქართველოში არ არსებობს ადამიანი ვისაც შეხება არ ქონია რა პროცენტულად ძალიან დიდი ამბავია ეს და ნუ მახსოვს როდესაც სტუდენტები ვიყავით მან წაგვიყვანა და დავალოცინო პატრიარქსო ჩვენი ჯგუფიო რა თეატრალურში ვინც ვიყავი ჩარიცხულები და პირველად რო შევედით ახლა თავისთავად დაძაბული ხარ ადამიანი რა რაღაცნაირად ხარ რა ფორი აქვს და როგორ უნდა მიხვიდე და პირველი კითხვა დასვა ასეთი მახსოვს რამდენი შვილი გეყოლებათ აბა თქვენო და ახლა ჩვენ მაინც შვილის ყოლა გასაგებია როგორ რაღაც და შევამცირეთ ანუ ზოგმა ორი ზოგმა რაღაცა არა პირიქითო უფრო ბევრნი და ბევრი უნდა გყავდეთო შვილებიო უნდა იმრავლოსო ერმავა ეს ამბავი იყო და მე თავისთავად ის ხელის შეხებაზე ვინც ყველა ამბობს და აღნიშნავს რაღაც სხვანაირი მართლა საოცარი ენერგიით და დამუხტულები დალოცვილებით გამოვბრუნდით პირველ კურსელები ვიყავით და მეორე ფაქტი მინდა მოყვეს მის აი სიძლიერეზე რა მის სასწაულ მოქმედებაზე ანუ რაც ხდებოდა ჩემი ძმა ნიკა ოლიმპიურ თამაშებზე რომ მიდიოდა 2008 წელს პეკინში აი ძალიან ისეთი ამბავია შეკრებაზე იყო ნიკა და კახაჟვანია რა ორი მოკრივე იყო წარდგენილი იმ წელს ოლიმპიურ ნაკრებში და როდესაც გაცილება იყო ოლიმპიური ნაკრების პრეზიდენტი პატრიარქი ლოცავს პრეზიდენტი ანუ აცილებს და როგორც არის ყველა ქვეყანაში აი ამ ცერემონიალს აცდნენ ჩემი ძმა და კახა იმიტომ რომ შეკრებაზე იყვნენ და ახლა რო ჩამოვიდნენ მიფრინავენ დღეს აღამოს და შევიდნენ სამებაში ეს ეკიპირება აცვიათ სპორტ ეს ოლიმპიური ფორმა და რო ლოცულობენ ხატებთან მოვიდა ერთ-ერთი სიკაროსანი და ბიჭებო ოლიმპიელები ხართო შეგატყეთო რა ჩაცმო დიახო და პატრიარქიო საკურთხეველშიო ანუ გიხმობთო და ნიტყამ გავგიჟდითო აი როგორია მუხლებში რო გრძნობა აი აღლას რო უყვები და აი ეს ფინალი რა არის ახლა ნახეთ თქვენ რა ლამაზი ფორმები გაცვიათ როგორც თავისი სიმშვიდით ეს რა დალოცა ესე წამოვიდა ნიკა კახა წამოვიდა ჟვანია და ზუსტად ეს ის წელი იყო როდესაც ბედის წერა აი ძალიან ისეთი რამე მოხდა ჩვენ ცხოვრებაში რომ აი ღმერთმა გადაარჩინა მაშინ ნიკოლოზი ჩემი ძმა ოლიმპიური თამაშებიდან რო ჩამოფრინდა პირდაპირ ტრაპიდან თვითმფრინავიდან ჩასხდნენ მანქანაში და სულ რაღაც ნახევარი საათის გზა იყო ფოთამდე ქოლობაში ავტოკატასტროფა ანუ ავარიაში მოხვდა ნიკა რა და დღემდე ყოველთვის ვიხსენებთ და ზუსტად პირდაპირ კავშირში იყო ის ამბავი რომ აი სწორედ იქ რაც მოხდა იმ დროს საკურთხეველში აი რაღაცნაირად იმან იხსნა და ჩვენ როდესაც სახლში მარტო აღმოჩნდებით და ხო იცი ვახშამთან რაღაც თითო ჭიქარო და ამას ყოველთვის ვიხსენებთ და ეს აუცილებლად მას ამის დიდი ძალა გააჩნდა და ქონდა და მე ვიტყვი ერთ რამეს რომ ასეთი მშვიდობიანი ასეთი სევდიანი, ასეთი გაერთიანებული საქართველოს მე არ მინახავს. თუნდაც სოციალურ ქსელსაც რა, დღეს ერთ საყვები და მე არ გინდა რა, შეეხო გინდა იმას იქ იმდენი რამეა, მაგრამ იქაც კი ისეთი ამბავი ხდებოდა და მე მინდა რომ მისი ოცნება რაც იყო 7 განვითარებული და ხალისიანი ერი იყოს და ერმა ასე განაგრძოს ცხოვრება და მის საშობაო ტრაპეზზეც ვარ ნამყოფი და აი εμას მინდა ვთქვა რომ
ყველა ვინძგებოდა სულ პატრიარქს ლოცავდა და ბოლოს არ გინდათო სულ მე ნუ მლოცავთო. როგორც სუფრის წესია, დედმამიშვილების სამშობლო, დედა, მამა, როგორც არის, როგორც გვიქები, ასე გააგრძელეთო ცხოვრებას და ქეიფიცო, იმიტომ რომ თვითონაც იმდენად უბრალო და უშუალო იყო, რომ გაგიმარჯოთ პატრიარქო, სულ რო იყო, ამან შეაწუხა სავით და მისი სულის დიდება და მისი ცხონება, ჩემი აზრით ის იქნება და სწორედ ის არის დღეს აი აქ ბავშვებიც ჩვენც რო აი ერთმანეთს ვილოცავთ აღდგომას რა. მართალზარებს ჩვენ გენაცვალე. მოდი ფეხზე წამოვიდგე და ჩვენს პატრიარქს და ჩვენს დედა ეკლესიას გავუმართოთ. ჩვენ სააღდგომო გადაცემებში როგორც წესი ყოველთვის ვამბობთ ხოლმე, გახსოვთ ეს თქვენ კარგად, პატრიარქის საგალობელს და წელს რა თქმა უნდა კიდევ უფრო სხვა მნიშვნელობა შეიძინა ამ უმშვენიერესმა საგალობელმა, წმინდა უღმერთო და მოდი ერთად ვიგალობოთ ეს საგალობელი. ესო შენ მინდა გამოვიდეს იქა. უბრალოდ ყოვლისა მეც ვერთები მილოცვას და სრულიად საქართველოს მინდა მიულოცო ქრისტეს აღდგომა და განსაკუთრებული სიყვარულით, განსაკუთრებული პატივისცემით. ჩემთვის ყველაზე დიდ უდიადეს ადამიანს, რომელსაც მთელი 20 წელი მქონდა ბედნიერება, რომ ყოფილიყავი მის წიაღში, ჩემს უწმინდეს მინდა რომ მიულოცო და როგორც ძველად ბოლო ხელბანვა საკურთხეველში იყო ხოლმე და მივიდოდით მუხლებზე დავდგებოდით და გილოცავთ პატრიარქო ქრისტე აღდგა უწმინდესო და აი ესე მინდა რომ აქედან ქრისტე აღდგა უწმინდესო. შეშმარიტად აღდგა. აღდგომას გილოცავთ. ქრისტეს აღდგომას. და სულ გვასწავლიდა რომ ადამიანის სული არსად არ მიდის, სიცოცხლე მარადიულია, გრძელდება და ჩვეულებრივი ადამიანის სული თუ არსად არ მიდის და შენთან არის მარადიულად აბა პატრიარქის ადრა იქნება ჩვენი უწმინდესი. ის ხო ყოველ ჩვენთაგანში არის, ჩვენს გულშია და აი ამ ეს მარადიულობა დაიმკვიდრა, რომ მის გარეშე აღარაფერი აღარ არის. ყველაფერს როგორც გვასწავლიდა აი მის მშობლებთან ერთხელ მიიტანა კამფეტები ჩემს თვალწინ, ამ ბედნიერები მაქვს ნანახი და აი ესე დადო სურათთან და თქვენცო ესე გააკეთეთო ტკბილეულობა მე არ თვითონ მშობლებსო და დღესაც აი როგორც ცოცხალს ისევე ისა ველაპარაკები ხოლმე უწმინდეს რა მიჭირს მილხინს უყვები ჩვეულებრივად და აი ამითი გამაქვს თავი რა აი ამითი ვინაზღაურებ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო
ჩვენ ქართველები ხო გასაგებია ჩვენი უწმინდესი იყო და მთელმა ერმა დაიტირა და მთელი ერი იქ იყო. როგორ არა ვთქვათ ეხლა ჩვენ მუსლიმ ძმებს მადლობა როგორ რა თქმა უნდა, ხაზგასმით და ძალიან დიდი მადლობა. აბსოლუტურად ყველანაირი დღესასწაული გააჩერეს ნოვრუზ ბაირამის არც ერთი წუთი, არც ერთი წამი აქ საზეიმოდ არ აღინიშნა. როგორ არ შეიძლება რომ მადლობა არ გადაუხადოს. რა თქმა უნდა. ემოცავი ყველა კონფესიის, ყველა აღსარებობის, ყველა ეროვნების წარმომადგენლები აი ესე ძმურად გვერდით ვიდექით აიმბობს. ხო, ეხა სომხები მონოფიზიტები არიან. არ გაჩერდა ზარები.ავლაბრის მეტროსთან ყველამ კარგად ვიცით, სომხური ტაძარი თქვა. არ გაჩერდა. ყველა იქ იყო, ყველა კონფესიის წარმომადგენელი. სხვათა შორის ხშირად მიწეს ხოლმე მე ათონის თვაზე ჩასვლა ვატოპედის მონასტერში, სადაც გერონდა, ანუ წინამძღვარი, გერონდა ნიშნავს ბერძნულად წინამძღვარი, გერონდა ეფრემი, რომელიც უგონოდ არის შეყვარებული საქართველოზე და ჩვენს უწმინდესზე. ბევრჯერ აქვს ჩემთვის ნათქვამი, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ეს ყავთო წმინდა მამაო. მე უწმინდეს სულ ვეხვეწები, ხა ხო უძურებაში არისო. ოღონდაც იყავიო, არაფერი არ გინდაო. მარტო იყავიო, შენი ხალხისთვის იყავი და იცოცხლე, იმიტომ რომ ერთი შენი სიტყვა და ერთი შენი ლოცვა არის ყველაზე მნიშვნელოვანიო და ამიტომო გეხვეწებიო. ოღონდაც იცოცხლეო რა. აი ამას იძახის ბერძენი გერონდა ეფრემი, უსაყვარლესი ადამიანი, რომელიც აქ აი სამების ამბიონიდან ესე მოგუმართა, რომ მეო ღვთისმშობლის ბაღებიდან, ანუ ათონის მთიდან, ღვთისმშობლის ბაღებიდან ჩამოვიდიო ღვთისმშობლის ქვეყანაშიო. და ეს არისო საქართველო არის ღვთისმშობლის ქვეყანაო და ერთხელ ყინწვისის მონასტერში ვიყავი და ძალიან მომეწონა გამონათქვამი, რომლებიც ბერებმა თქვეს და ბერებმა მასწავლეს და ამიხსნეს რატომაც ვინაიდან ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ, ჩვენი საქართველო გამოდის ქრისტეს დედულეთი. და სწორედ ესე მიუმართე, როდესაც გერონდა ეფრემი ჩამობრძანდა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ღვთისმშობლის ბაღებიდან ღვთისმშობლის ქვეყანაში, ანუ ქრისტეს დედულეთში მეთქი და ძალიან მოეწონა ეს გამონათქვამი და მე აუხსენი რომ ეს მონასტერში მასწავლეს მეთქი და მონასტერში ასე იხსენიებენ მეთქი და ხარების ტაძარი არის ვატოპედის მონასტერი, თავარი ტაძარი არის ხარების ტაძარი და ხარების ხატს ამაბრძანებდა ხოლმე, სადაც მთავარანგელოზი ღვთისმშობელს ახარებს ხარებას და ამას აჩუქებდა ხოლმე და ძალიან ბევრი გააჩუქა და ყველა ამ ხატის ამობრძანებაზე აეხლა იტყვის ჩემს სახელს, აეხლა იტყვის და არიძახის და მისი მარჯვენა ხელი და მისი აი მართლაც უსაყვარლესი ბერი არის ჩემი ნათლია, გელაშვილი არის გვარად, მამა ნექტარი. და შევჩივლე რა, ეხლა წავიწუწუნე რომ მე ვთხარი, მამაო მეთქი რა რამდენიც ამოიღებს მეთქი, მოაბრძანებს ამ ხატს მეთქი, სულ მგონია რომ აეხლა იტყვის ჩემს სახელს მე მაჩუქებს და ეთყობა უთხრეს რა და კიო აუცილებლად თო ეკუთვნისო და რომ ამოაბრძანეს და ავდენი წუწულის მერე გადმოვცეს ხატი და გახარებული ვარ და ერთი ენაკვიმატი ძმაკაცი მყავს რა და აჰა ძმაო რა გინდაო შენზეა ნათქვამი იწუწუნე და მოგეცემაო რა. ეხლა ვინახავ დიდი რუდუნებით აი ღვთისმშობლის ხარების ხატს ვინახავ. ერთმა გაგახაროთ. ერთი სადგიძელო მინდა მითხრათ ჩემო მეგობრებო, ბედნიერება ის აი ამ აღდგომა დღეს კიდე უფრო ცხადად გრძნობ და რაღაცა აცნობიერებ, ასიგრძეგანებ ადამიანი, რომ მართლაც რამხელა წყალობა ღვთის და ბედნიერება, რომ 17 საუკუნე ჩვენ ქრისტეს ჯვრით მოვდივართ ქართველები და ჩვენი სარწმუნოება არის სიყვარულის სარწმუნოება, სიყვარულის რელიგია ქრისტიანობა, იმიტომ რომ სიყვარული, ღმერთი, ჭეშმარიტება, აი ეს არის ერთ-არსი. და მოდი აი მაღალი და წმინდა გააზრებით სიყვარულს გავუმარჯოს. სიყვარული იყოს ჩვენს გულებში, სიყვარული იყოს თითოეულ ქართულ ოჯახში და სიყვარული დაგვედებოდეს აი ამ წმინდა დღეს, რასაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ქვია. ამინ. ღმერთი არის სიყვარული ასე გამიგონია სიყვარულით თუ ამღერდი ზეცაც ჩემი მგონია თუ რამე როგორ მყარები ხარ თუ რამე როგორ
შენო და ვერ ვიცოცხალე მარა და ჩემი ხანები თუ რამე როგორ მყარები ხარ თუ რამე როგორ ჭირდები მე უშენო და ვერ ვიცოცხალე მარა და ჩემი გვერდით ხარ და მენადრები როგორ გავძლოუჩენო ჩემო კარგო ამ ჩემს დარდებს მითხარითი უშველო თუ რამე როგორ მყარები ხარ თუ რამე როგორ შენო ვერ ვიცოცხალე მარა და ჩემი ხანები თუ რამე როგორ მყარები ხარ თუ რამე როგორ ჭირდები ჩვენ გარდა იმისა, რომ დიდი ხნის ძმობა და მეგობრობა გვაკავშირებს და ნაწილს ნათელ მირონიც, კიდევ არის ერთი რამ, რაც ასევე ჩვენი შემადუღაბებელია და ეს გახლავთ ქართული სიმღერა. ქართული სიმღერა გალობა მე ვიტყოდი. მოდი გაუმარჯოს ქართულ სიმღერას. გაუმარჯოს იმას, რასაც ჩვენი პატრიარქი ასე ლამაზად აღნიშნავდა. მუსიკას ზეციური წარმომავლობა აქვსო. ადამიანის სულს აკეთილშობილებს და ზეცად აყავს. 15 წლის წინათ აი აქ ამ სტუდიაში მქონდა პატივი რომ ჩვენს დაუვიწყარ და უდიდეს არტისტს მართლა სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულ რამაშიკვაძესთან მქონოდა ინტერვიუ და მან ასეთი რამ მითხრა რომ რა ბედნიერებაა რომ ქართველები პირველები ვართ ყველაზე კეთილშობილურ საქმეში სიმღერაშიო და მართლა სამხელა ბედნიერებაა რომ არა მხოლოდ ჩვენი მონაპოვარია ქართული მრავალხმიანობა, ქართული ხალხური სიმღერა, არამედ მას ზოგად საკაცობრიო მნიშვნელობა აქვს და ეს ყველას აქვს გათავისებული, ვისაც ოდნავ მაინც შეხება აქვს ტრადიციულ კულტურასთან მთელ მსოფლიოში. ამასთან ერთად გვაქვს ჩვენ უმშვენიერესი ტრადიციული საგალობლები, სამხმიანი 10,000-ზე მეტი გვაქვს შემორჩენილი ქართველების მიერ შექმნილი კანონიკური ტრადიციული ქართული საგალობლები და ხოლოდ ამით არ იფარგლება ქართველი კაცის წვლილი მუსიკალურ საგანძურში. ვინაიდან ჩვენმა სამშობლომ შუა მართლაც გენიალური კომპოზიტორების მთელი პლეიადა. რევაზ ლაღიძე, არჩილ კერესელიძე, გოგი ცაბაძე, ბიძინა კვერნაძე, გია ყანჩელი, ჯანსუღ ყახიძე და მათი სიმღერებით არის გაჯერებული ქართული კინოფილმები, სპექტაკლები, მულტიპლიკაციური ფილმები და შემდგომ თაობებია ამ შემოქმედებაზე აღზრდილი და მოდი მათ გაუმართლოს. მათ შემოქმედებას და ქართულ სიმღერაგალობას. გაუმართლოს. ეს ხორება სიხარული ცავსეა და დიმანდი კაცის წესი ასეა ისიც ხელა უძილობა თარასია ამით გრილა გოქილვინით სავასეა ემოვიცი დღეღამეში გავცვალე ელირული ყურძნისლენი დავცალე არასკეთშით მეკეიფი მაცალეთ გემოვიცი დღეღამეში გავცვალე ტატარუ ტატარუ ტატარუ
გემოვიცი დღე გამეში გავცვალე მოყვარე ხარ პეტრე განასხვისი ხარ ეს საზამთრო გიფეშ ქაშო გირსი ხარ სიამოვა ქვეყნად ხანძარს დათებს მე არ დაგწვა მიმნაირა და ვანათე მე არ დაგწვა მიმნაირა და ვანათე აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ, იმიტომ რომ ზევარ მოვედი და ჩემზე სპიცავ ვებერთელა დედამიწამ თავალი გააჭიდა რა კარგია ეს ქვეყანა, რა კარგია ეს ქვეყანა გამეწავა დილა მოდის პაწაწინათ ეს ჩავაგდებ მამანახე რა მოდის გარეთ მე ვარ, შინაც მე ვარ, იმიტომ რომ ზევარავზე ვარ ამოვალ და ლურჯიციდან თვალს შავუკრავ ვისაც მინდა თვალს შავუკრავ ვისაც მინდა ზღაპარიყო ქვეყნად საქმე არ არისო შვენი პეტრე ძილითადა უსაქმობით მომხდარიყო უსაქმობით მომხდარიყო ჩემოძევო ბატონო გია აი მთელი საღამოარი უყურებ ფიროსმანის სააღდგომო კრავი როგორი შესაძლოა ტრადიციულად სააღდგომო გადაცემებში ყოველთვის ჩვენთან არის რანაც აღნიშნეს სხვადასხვა კონფესიების სამძიმარი რა და ერთი ეზიდი ძმაკაცი მყავს რა და აი ძალიან განიცადა და ჩემთან ერთად იქ სამებაშიც იყო ამოსული პატივი მიაგო და ერთხელ მეუნება შენა ბესო ფიროსმანი ქურთია რა? ნუხარი შენ ხوار გადაირია ბიჭო. ერთი ეზიდები ხართ მეთქი ეს მithვისება რო არ გიყვართ. საიდან? როგორ საიდან? აბა ნახე. ფირ ოზმან. გვარი ნახე. ხო იცი ფირები ჩვენთან რო არიან. ხო მე მევთხარი. დიდი ულვაშები აქ. პადვარში ცხოვრობდა. თასუ დვორნიკებსა ხატავდა. ეზიდია რა. ისეთი მყარი არგუმენტები მითხრა რომ დავაწერდა უკვე. ეზიდებში ვარ გაზილი და სხვათა შორის საუბრობ კიდეც რა რაღაცები ხა ცოტა დამავიწყდა, მაგრამ აღდგენა უნდა რა. და შენ წარმოვიდგინე, აი ძალიან ისე გათვითცნობიერებულა, როდის რა დღე აქვს, როგორ აქვს რაღაცა და მაგრად მიღებული ვარ რა, მაგ საზოგადოებაში და აი ჩემ ძმაკასთან ვარ, ამ ეზიდან სახში და მოვიდა ბავშვი. მაგისი რა, საბავშვო ბაღი და ვახ, შეგენაცვალე რაღაცა, აბა როგორ ახარ მეთქი ჩემი კაცი რაღაცა შევანჯღრე, შემოვანჯღრე. მე ზეიმი მქონდა. მართლა მეთქი ბაღში ზეიმი, აბა რა ქენი მეთქი, სიმღერა ვქენი. მართლა რა სიმღერა, აბა დაიწყე მეთქი და დადგა და ზეო ცალთვალა. მაიც რაღაცა რა ცალთვალა მევთხარი, ცალთვალა რა მეკობრე, 9 თვალა მევთხარი, 9. ეს მამამისი ნაიც არა გავშვი რა როგორც უნდა ეგრე თქვას რა ცალთვალა მე ცალთვალა მზე სადგინ აბა 9 თვალა სადგინახია დაბა რამდენი თვალე ვაფშე არა ზევა რა ამოვა ცხელა ჩავაცივა
ვერ მედავები რა ეგრე არა პრინციპი და მიდაუთვალა რამდენი თვალია რა არა ისე ვალში ვარ თურქებთან ჩვენ ვალში ვარ პირსისხლიანი ჯალალედინი მაგათმა მოკლეს მართალია ეგ კეთილშობილური საქმე მართლაც მათ აიღეს თავის თავზე ჩემო ძმებო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული აი მართლაც არის სიცოცხლის ზეიმი იმიტომ რომ მარადიულ სიცოცხლეს უკავშირდება სიკვდილისა დამთრგუნველი მაცხოვარი მისი აღდგომა სწორედ იმით არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რომ მარადიული სიცოცხლე მოგვიტანა და გვიბოძა კაცობრიობას და თანაც ემთხვევა ისეთ ულამაზეს დროს წელიწადის რომელსაც გაზაფხული ქვია რომელიც თავის მხრივ არის განახლებასთან ახალი სიცოცხლის დამკვიდრებასთან დაკავშირებული და ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში ხვალინდელი დღის იმედს გიჩენს ადამიანს და მოდი ჩვენ ხვალინდელ დღეს გავუმარჯოს სიკეთით და სიხარულით ყოფილიყოს ის სავსე დაგიმარჯვეთ ბიჭო ზედმიერი დღე გაგიჩვენოთ გავუმარჯოს შენ შვიდი ცის ანგელოზო ერთხელ თუ გამიგინე ღამეს თეთრად გაგიტენებს ზეცას გაგიგვირებს ჩუმად როგორ ჩაგიარო ვერ ვიქნები მშვიდივე ვახარა სიმღერას სიმს ჩამოკრავ შვიდივეს ვახარა სიმღერას სიმს ჩამოკრავ შვიდივეს გაზაფხულის მოსვლა მიგოს თეთრად რომ გავიღებს გულში ისე შემოფრინდი აბარას მოგიცილებ და ეს გული ისეთია თუ აყვება სურვილებს ზნობამ კლავი თუ გაშალა ზღვას გადაგაცურინებ მოდი თვალი დაუღელე იებსა და ვილილებს მინდა ხელში აგიდაცო გავყვეთ ქარის თბილიგებს ვინ ჩვენზე ცუდი რამად ქავას ქარი გაგილიგებს ვახარა სიმღერას გიმღერებ სიმს ჩამოკრავ შვიდივეს ვახარა სიმღერას გიმღერებ სიმს ჩამოკრავ შვიდივეს გაზაფხულის მოსვლა მიყვარს თეთრად რომ გამიღიმებს გულში ისე შემოფრინდი აბარას მოგიცილებ და ეს გული ისეთია თუ აყვება სურვილებს ზნობამ კლავი თუ გაშალა ზღვას გადაგაცურინებ გაზაფხულის მოსვლა მიყვარს თეთრად რომ გამიღიმებს გულში ისე შემოფრინდი აბარას მოგიცილებ და ეს გული ისეთია თუ აყვება სურვილებს ზნობამ კლავი თუ გაშალა ზღვას გადაგაცურინებ ზნობამ კლავი თუ გაშალა ზღვას გადაგაცურინებ აი ხარ შემოსავლე შემოსანდრო შენს მიერ შენივრად შესრულებულ აი ამ ლამაზი სიმღერის შემდგომ ერთი რამ მინდა ვთქვა ჩვენ დედა სამშობლო ვადღეგრძელეთ ყველას მიულოცეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ოჯახები ვახსენეთ ხვალინდელი დღის სიხარული ხვალინდელი დღის მოლოდინი და აი ეს ყველაფერი
რაშიც ერთიანდება უმთავრეს ადამიანებს, ყველაზე ძვირფას, ყველაზე მნიშვნელოვანს. მოდი პატარებს გავუმარჯოს. ყველა ბავშვის ცხოვრებაში იყოს ბედნიერი ეს აღდგომის დღე, სიკეთე მოიტანოს ყველა ბავშვისთვის, უგრუბლო ზეცა და ბედნიერი ბავშვობა ქონოდეს. მთელ სოფლიოში. გავუმარჯოთ. ახლა ჩვენ სტუმრად ყავს პატრიარქის ნათლულების გუნდი. ახლა მთლად 50000-ივე ნათლული ვერ დავატია ჩვენ სტუდიაში, მაგრამ რამდენის დაეტია 90-მდე ნათლული აგერ ბრძანდება და საფინალო მრავალჟამიერსაც სწორედ ისინი დააგუგუნებენ დღევანდელ ჩვენ შოუში. აუმარჯო. ჩემო მეგობრებო, კიდევ ერთხელ მიულოცოთ სრულიად საქართველოს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ქრისტიანკა! ქრისტიანკა! ქრისტიანკა!